WhatsApp-დან წაიშალა დაახლოებით 6.8 მილიონი ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო თაღლითურ ცენტრებთან, დანაშაულებრივ თაღლითურ ცენტრებთან და რომელთა სამიზნე იყვნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები WhatsApp-ის. ამის შესახებ კომპანია Meta-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, მათი ცნობით ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საკითხზე, მიმდინარეობდა ამ პროცესის შეჩერება ამ თაღლითური სქემის და ეს არის დიდი პროექტის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც კომპანია Meta ცდილობს, რომ თავის პლატფორმებზე, რაც შეიძლება, შემცირდეს რაოდენობა ამ თაღლითური სქემების, რომელიც რაც უფრო წლები გადის, მით უფრო დახვეწილი და რთული ხდება, რთული აღმოსაჩენი ხდება. გარდა იმისა, რომ წაიშალა 6 მილიონზე მეტი ანგარიში, ასევე, როგორც აღნიშნავენ კომპანია Meta-ში, თავად WhatsApp-ს დაემატა უსაფრთხოების სისტემები, ჩაშენდა ფუნქციები იმისათვის, რომ მომხმარებელმა უფრო მალე აღმოაჩინოს თაღლითური სქემა, მაგალითად, თუ უცნობი მომხმარებელი ანგარიში შეეცდება დაეკონტაქტოს კონკრეტულ მომხმარებელს, თავად უსაფრთხოების შემოწმებას WhatsApp-ი შესთავაზებს მომხმარებელს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავიანთი ნების და თანხმობის გარეშე გადაჰყავს ხოლმე WhatsApp-ს ჯგუფებში, სადაც არიან კიდევაც თაღლითები და სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად WhatsApp-ში ამოქმედება სპეციალური მექანიზმი, რათა გააფრთხილოს მომხმარებელი იმის შესახებ, რომ ესა და ეს ანგარიში მის კონტაქტებში არ არის თვითონ შენახული და ასევე სხვა მექანიზმები, რომელიც შეეცდება, რომ დაიცვას მომხმარებელი ასეთი თაღლითური სქემისგან. როგორც უკვე გითხარით, დღევანდელ ციფრულ სამყაროში სულ უფრო რთული ხდება ასეთი თაღლითობის აღმოჩენა, რადგან უფრო მეტად იხვეწება შესაბამისად კიბერთაღლითების უნარი, რაც შეიძლება უფრო ბევრი ადამიანი გარიონ ამ სქემაში. კომპანია Meta-მ გამოძიების შედეგად კი დაასკვნა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთ თაღლითურ სქემებს გააჩნიათ ხოლმე კონკრეტული ცენტრი. მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში მათ ითანამშრომლეს კომპანია OpenAI-სთან, რომელმაც შექმნა ChatGPT და ამ გამოძიების შედეგად მათ აღმოაჩინეს კამბოჯაში არსებული დანაშაულებრივი ცენტრი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აიძულებდა ხოლმე ადამიანებს, რომ ემუშავათ მათ ცენტრებში. არღვევდნენ მათ შრომით უფლებებს და ისინი ქმნიდნენ თაღლითურ ანგარიშებს, ხოლო რაც შეეხება კომპანია OpenAI-ს და რატომ დასჭირდათ ეს თანამშრომლობა, როგორც კომპანია Meta-ში აღნიშნავენ, ChatGPT-ს აწერინებდნენ ხოლმე ტექსტებს თაღლითები, ინსტრუქციებს, რათა შემდგომ გაეგზავნათ პოტენციური მსხვერპლისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი სქემის მიხედვით თაღლითი სთავაზობდა მომხმარებელს კონკრეტულ თანხას იმისათვის, რომ მას დაეწერა Facebook-ზე ლაიქი და ამ ლაიქით უფრო მეტად პოპულარული გამხდარიყო სოციალურ ქსელში პირამიდული სქემა.